დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც სააფთიაქო ნარკომანიას ხელს უწყობდნენ. Როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქმე ეხება სქემას, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირები, მათ შორის ყოფილი თანამდებობის პირები და იმპორტიული კომპანიების ხელმძღვანელები ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობას. ვაჭრობით მიღებულმა შემოსავალმა 50 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მაშო დია სამიძე გვერდება დეტალებით, მაშო პირდაპირ ეთერში ხარ. დიახნინი დღეს დილით დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც სააფთიაქო ნარკომანიას უწყობდნენ ხელს და როგორც ირკვევა და როგორც ცნობილია, საქმე ეხება სქემას, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირები, მათ შორის ყოფილი თანამდებობის პირები და მათ შორის იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობას, ასევე ცნობილია და გამოძებით დგინდება, რომ ამ საქმიდან მათმა შემოსავალმა 50 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ასევე უწყების ინფორმაციით ამით სახელმწიფომ 10 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიიღო, ასევე ცნობილია და როგორც გამოძებით დგინდება, ასევე ეს ჯგუფი 2018-2025 წლებში მოქმედებდა და მოქალაქეებზე ურეცეპტოდ გასცემდა აღნიშნულ მედიკამენტებს. ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებმაც წლების განმავლობაში პირადი ინტერესების გამო და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ხელს უწყობდნენ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას, დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარად იმპორტიორი კომპანიებიდან მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქტიური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც წინასწარ იყო რეგისტრირებული მათთან დაკავშირებულ პირებზე. რეალურად კი აღნიშნული მედიკამენტები ყოველგვარი რეცეპტისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე მაღალი ფასნამატით იყიდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 53 მილიონ 833,723 ლარი შეადგინა. უკანონო შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმდებოდა ხელფასისა და დივიდენდის სახით. ამ ფინანსური რესურსების გამოყენებით ბრალდებულებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. დაკავებულებს ბრალი დიდი ალბათობით სწორედ ხვალ წარედგინებათ, როგორც ცნობილია, დაკავებული ჯამში არის 17 პირი, ასევე 11 პირს დაკავების გარეშე წარედგინათ ბრალი, ვინაიდან გამოძიებასთან ითანამშრომლებს, ასევე 3 პირი ამ ეტაპზე ძებნაში იმყოფება, როგორც ცნობილია, საქმეზე გამოძიება 192 და 194 მუხრებით არის დაწყებული, რაც 9-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.